დეკანოს კონსტანტინე ჯინჭარაძის კითხვებს პასუხობს არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე. კითხვა ნომერი 1. ჩვენ სულიერების თვალსაზრისით მძიმე დროში, მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში ცხოვრების მსურველთათვის ერთ-ერთ ძირითად სირთულეს სულიერი მოძღვრის არჩევა წარმოადგენს. რა კრიტერიუმით უნდა ვიხელმძღვანელოთ არჩევანის გაკეთებისას? პასუხი. წმინდა პავლე მოციქულმა იწინასწარმეტყველა, რომ დადგება დრო, როცა საღ მოძღვრებას არ მიიღებენ, არამედ თავიანთი გულისთქმებით ამოირჩევენ ყურის მაამებელ მასწავლებლებს. მეორე ტიმოთე, მეოთხე თავი, მესამე მუხლი. მე-19 საუკუნეში წმინდა სერაფიმე საროველი გვაფრთხილებდა, რომ მრავალი მღვდელმთავარი თუ სხვა სასულიერო პირი აარიდებს თავს მართლმადიდებლობის სრული სიწმინდით შენარჩუნებას, რომ ასწავლიან ადამიანურ სწავლებას და მცნებებს. მათი გულები მეტად განეშორებიან უფალს. ეს ნიშნავს, რომ ბოლო ჟამს მრავალი სასულიერო ხარისხით შემოსილი მოძღვარი ამას სოფლის სულისკვეთების შესაბამისად განსჯის, ცოდვილთა სხვადასხვაგვარ სისუსტეს წააქეზებს მართლმადიდებლურ მოძღვრებას მიწიერი დაცემული კაცობრიობის საამებლად შერყნის. უკვე ხშირად ვხედავთ, როგორც ცდილობს მრავალი თანამედროვე რელიგიური მოღვაწე მთელ სოფლიოში სასულიერო რელიგიური წარმოდგენები გაუბრალოებული აზროვნებით შეცვალოს. საკუთარი ცოდვით დაცემული გონების მსოფლმხედველობით ყველა საიდუმლო განმარტ თვითუფალის სურთ წარმოსახონ დაცემული ადამიანის ხატად და მსგავსად. შესაბამისად, ჩვენს დროში მორწმუნეთათვის განსაკუთრებული საცდურია გახდეს ამგვარი მასწავლებლების მსხვერპლი. იგი უნდა გაფრთხილდეს, რათა როგორმე არ აირჩიოს მოძღვარი საკუთარი გულის თქმით, რომელიც მხოლოდ ყურს აამებს, სმენელის ნებას ასუსტებს და განაწყობს უფრო ღრმად ჩაუშვას ჩვეულებრივ ნებათა მორევში, რადგან პირიქით, ერთ-ერთ საიმედო ნიშანთაგანი მოძღვრის სწორად არჩევისას არის ის, რომ იგი ხშირად ამხელს თავის სამწყოს შეცდომებში შეეცდება განაშოროს როგორც დიდ, ასე მცირე ცოდვებს, დაეხმარება გულიდან ვნებების ამოძირკვაში, ტკბილი სიტყვით კი არ დაუმშვიდებს სინდის, არამედ გამოაფხიზლებს მას. სახარებისეული სიტყვის მარილი შეაზავებს, ასწავლის, პირველ რიგში არ მიენდოს საკუთარ ხორციელ აზრებს. ადამიანური სწავლება და მცნებები უკუაგდოს და ღვთის მცნებების აღსრულებას შეუდგეს. მხოლოდ იმ მოძღვარს შეუძლია იყოს ჭეშმარიტად სულიერი მკურნალი, რომელსაც განსწავლულს ცხონების შესახებ წმინდა მამათა მოძღვრების კითხვითა და მისი საქმით აღსრულებით შეუძლიათ სწორად გამოიცნონ სნეულება, თავისი სახელი უწოდოს მას და ის მკურნალობა დაუნიშნოს ხშირად მწარე და მტკინეული, რომელიც ნამდვილად აღმოფხვრის სენს და რა ის ცუხელმძღვანელი, რომელიც მხოლოდ ეპირფერება ავადმყოფს, უმალავს სენის სიმძიმეს, ჯანმრთელს უწოდებს მას და წამლის ნაცვლად ტკბილ კანფეთს თავაზობს. მომაკვდავს გადარჩენის ერთადერთ შესაძლებლობას ართმევს აქ და ახლა, ვიდრე არსებობს დრო, შეუდგეს საკუთარი სულის კურნებას.